საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტექნოლოგიების, კრეატიული ბიზნესებისა და მაღალი ღირებულებების სერვისების მიმართულებით განვითარდეს და შექმნას მიმზიდველი გარემო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეზიდენტებისთვის. ამ გზაზე უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 264 სტარტაპი უკვე ჯამურად 43 მილიონი ლარით დაფინანსდა. შედეგად აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მილიონ ლარს მიაღწია. ეს რიცხვები სააგენტო საგრანტო პროგრამის ქმედითუნარიანობასა და წარმატებაზე მეტყველებს. ჩვენი ხელშეწყობით ინოვაციური იდეები კრეატიულ პროდუქტებად იქცა და სათანადო მასშტაბებით შეიძინა. დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სისწრაფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე გადავწყვიტეთ ამერიკული და ევროპული 4 აქსელერატორის საქართველოში შემოყვანა. აქსელერაციის პროგრამა იქნება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. ეს მათ მისცემს წვდომას გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება. ამასთანავე სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპების სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შედის. 3 წლის განმავლობაში სტარტაპები და კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით ისარგებლება.